როგორც წესი სტუმრებს ვეკითხებოდ ხოლმე ხუთი საყვარელი ფილმი, ხუთი საყვარელი წერალი, რაღაც ეგეთი. შენი ხუთი საყვარელი საფეხბურთო მატჩი. ეგეთის არსებობს? როგორ არ არსებობს? იაცო, დაფიქრება მინდა რა. ალბათ პირველი 26 მარტი იქნება. პირველი საქართველოს საბერძნეთი უეჭველი. მეორე საქართველოს პორტუგალია. საოცრება. შემაში საქართველოში არ იყავით და ჩვენ ვიყავით და ხდებოდა ლამის 26 მარტი ხდებოდა ქუჩებში. გეღონიც და ზოგს პორტუგალია ხო ვითომ უფრო ძლიერი იყო, მაგრამ იმიტომ საქართველოს საბერძნეთი პირველი ეგ 26 მარტი რო ყოფილიყო არ იქებოდა 26 ივნისს შესაბამისად ეგ ამბავი. მესამე იყოს საფრანგეთი არგენტინა სოფლიო ჩემპიონატის ფინალი. მაგ ფინალს რო ვიყავით ხოლმე მაგ ფინალის მერე ფეხბურთისადმი რაღაც დონეზე შემეცვალა წარმოვიდგინე რა იმდენი დაბალი ხარისხის ფეხბურთს ვეღარ უყურებდი მე რა მეორე ლიგებს რაღაცებს უყურებდი ხოლმე და სოფლიო ჩემპიონატის ფინალის მერე ცოტა ვეღარ უყურებდი რა ალბათ გამიგებს ახლა ხალხი ხო ძალიან რთულია. მოდი მე მეოთხეს რაც რო გავაერთიანებ 2022 წლის ივნისის საქართველოს ნაკრების შეკრებას გასვლაზე ვიყავი და გასვლაზე 4 დღეში მოვუგეთ ჯერ ბულგარეთს და მე მაკედონია. მოდი მაგას გავაერთიებ, იმიტომ რომ გასვლა იყო თან ძალიან ბევრი ქართველი იყო გასვლაზე. 5-2 მოვიდა. ძალიან ბევრი გასვლაზე იქ დღე მახსოვს, მაგრამ მაგის მეოთხეზე გავიყვან. ჩვენ რო ბუდაპეშტში ვუყურეთ. სასტუმროს ნომერში ვუყურეთ საქართველოს ბულგარეთს. მოდი ამას გავიყვან მე-5-ზე სადითხარი, მე-4-ზე გავიყვან მეოთხეზე გავიყვან საფრანგეთი არგენტინას და მესამეზე გავიყვან ყაზახეთი 0-2 საქართველოს. იქ ჩაკომ რო გაიტანა, ჩაკოს პირველი გოლის ავტორი. აი ეგიც მაგრამ ახოს და ჩემი პირველი თამაში იყო როგორც ჟურნალისტის უცხოეთში ნაკრების. ხო, მაშინ ხო, ძალიან ისტორიული ყოფილა. არა, ყველანაირად ისტორიულია პირველი თამაში, ჩაკოს პირველი გოლი. ხო, ძალიან მაგარი.